რაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო რას თხოვებო რას? მოვიდეს მამა და მე ერთად ვჭამოთ. ბებო, გუში რაც გააკეთე, იქიდან მოყოლებული ამ ნამცხვრის სუნს ვითმენ. აჰა ბებო. მოიცადე როგორ ჯერ არ ჭამო. მოვიდა. კობა პიდნის ჩაი დაგისხი და ყავას იკეთებ? მამა! 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 მე მელაპარაკებით? ხო, აბა სხვას ვის? ობოდიში, გამეგონა ერთმანეთს ესაუბრებოდით. ბებო მოყვე დაგისხა პიდნის ჩაი. აუ, ეთერი და ყავა რო არ დავლიო, ვერ გამოფხიზლდები, აი წამი არ მიწინია მართლა რა ობოდიში. აი, როგორ თქვენდა? მშვიდობა? რასთან დაკავშირებით? არა, არ მეძინაო და. როგორ დაიძინებოდა, როგორი სუნია? ხო, მოგჭამე რა. მა, ამას კიდე იცი რა მოხდება? რა? ნაყინი. ჩავალ მოგიტნა თუ გინდა? გაგიჟდით რა დროს ნაყინია ამ სეზონზე თან გარშეილა. რა ვიცი, მე მართლა მამიკო ჭამე რა ისე რაც გემრიელია რა. იხავ რა ერთს. ხო გეთი. ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? არ ვიცოდი როდის უნდა მერეკავ. არა, პირიქით გაიდროს მერეკავ. კობა, ეს 2 დღეა გაურკვევლობაში ვარ. ვიფიქრე ერთმანეთი ხო არ გვენახა და გველაპარაკა. დღეს ცოტა ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. თიშა ხვდე დავუცილებლად. მე ძალიან არეული ვარ და მირჩევნია რომ გავარკვიოთ რა ხდება რა. მართალი ხარ. კარგი, მაშინ საღამოს მოგწერ ადგილს. კარგი, დროებით. არ მეკონა მოსვას თუ აპირადე. რაღაც სათქმელი მაქვს და არ მინდოდა რომ მომეწერა. მოდი, მოდი. შვიდობა? პირიქით. რა მოხდა, იტყვი? შენები სად არიან? დედა და მამა ნათესავთან სანდროს სკოლაში. ხო, ანუ მარტონი ვართ, ხო? კი, მაგრამ თუ ქორწილზე გინელაპარაკი, არ არის პრობლემა, დაურეკავ და ვეთქვი. არა, შენთან მაქვს სალაპარაკო პირისპირ. რა მოხდა, იტყვი? მოკლედ, ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ქორწილი აღარ მინდა. რა?
ხო, და საერთოდ აი ეს გიჯური იდეა რატომ მოგვივიდა თავში, მაგასაც ვერ ხვდები. ზვიად, შენ თვითონ არ მითხარი ვიქორწინოთო? აბა მიყვარხარ და მთელი ცხოვრება შენთან ერთად მინდა ვიყო. არა, იქ არ მიგულისხმია. რა არ გიგულისხმია, რომ გიყვარვა? არა, ქორწილზე ვამბობ. თორე სიყვარულით როგორ არ მიყვარხარ? წუთი არ გავა შენზე რო არ ვიფიქრო. და აბა რა არ გინდა? მოკლედ აგიხსნი. დაქორწინება მინდა ქორწილის გარეშე. ანუ დაქორწინებულები რო ვიყოთ უქორწილოთ. მე რას ბუდიაობ? ანუ ვერ ჩამოვაყალიბე, ხო? კარგი. უკეთ აგიხსნი. მომისმინე. 300 კაციან ქორწილში ფულის გადახდას და ჩემი ასობით უნახავი ნათესავის გამოყვებას მირჩევნია რომ მე და შენ ჯვარი დავიწეროთ და პარიზში წავიდეთ სამოგზაუროდ. მხოლოდ მე და შენ და დარწმუნებული ვარ რომ შენც ეგრე გირჩევნია. სერიოზულად? ხო, ეს ხომ ჩვენი ქორწილია და პრიორიტეტი ის არის რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, არა? კი, და ზუსტად ეგ მინდოდა, საიდან მიხვდი? ცოტა სანდრო დამეხმარა მხედრაში, მაგრამ ესე ჯობია. არა, ვიცოდი რა, რომ ეგ ბიჭი სადღაც გამომადგებოდა. ანუ თანახმა ხარ? კარგი. აღარ მოვედით. ოჩახში ერუაკ მოდიოდი ირანბეჭკარებოდა. ავი აღარ დამთავრდა ეს კიბერი. ეს რა, ძმაო, მე რო დავდიოდი შენი შემაგიან ახლა. 20 წუთი მარტო ესეთ აღმართზე ავდიო. პაციენტების ნახევარი, აი მაგ აღმართზე დაკარგეს მაგათნა რა. ენა ბაბუა ჩემი ვითლაპარა. რო დავიწით უნდა გიხომ რაღაცას, აუ ჩემ დროს ესე იყო ჩემ სუფთა ბაბუა ჩემი ხარ. ო, მაგრამ მოგიცეს უნდა შეეჩვიო ფეხინციელს რა. დაგენიზლავები იქიდან გამხვალ. ერი შენ თვითონ მომისულო ფეხით უკან დამომუნდას რა. და მაგრამ დავავშირე. ისე როგორი ტიპია? ვი? ეს ექიმი. აი როგორ გიცხრა ეგრე ადამიანს რა? აი შენ თვითონ უნდა შეიქმნა წარმოდგენა რა. თავარია უნდა ინდოწმაო. გამიჯერე შენს მდგომარეობაში ნდობა აუცილებელი. მოვედით. მოვედით? არა და ეხლა მოვედი სიარულის მოღამზე რა. შემოგვე? არ გინდა რა დარეგილია თუ უთხარი რა გელოდება უკვე და არ მინდა ხო იყოს ჩემი ჩევალ რა. დაგელოდო? არ მინდა რა, თავი თუ შევერცხვინე აუცილებლად გაგაგებინე. მომისმინე თუ დახმარება დაგჭირდა მაგასაც გამაგებინე? გაგაგებინე. ხო იცი როგორ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვებზე მოდება. არ გამიჭირდება. ეს არის ხო? ეს. აი, მადლობა. If you want time, I would give you mine. And until morbid light. მოგზავნეს. გამარჯობა. ხებში მითხეს რომ აქ მოსულიყავი თქვენ ბატონი მე რა მიბზანდებით ხო? კი, მოგზავნით თქვენ ალბათ ლაშაკერესელიძე. დიახ, ბესობრო დაგირეკათ. კი, მახსოვს, მოგზავნით. დაბზანდით. ისე ამ ოთახს რამე ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს? ანუ რა ვიცი, ადრე წამიკითხავს, რომ ასეთ ოთახებში ინტერიერს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პაციენტებს დადებითი აურა გადასდოს. არა, აქ სესიალი არ ტარდება. ეს ხოლმე ჩემი კაბინეტია. აქ თუ ვინმეს დადებითი აურა ჭირდება, ეს ხოლმე ხდება. ანუ თქვენზე გაქვთ ესე იგი პრობლემები. რა, ყველას არა. ალბათ, მაგრამ ერთნაირი არ მგონია. მაგაზე სასაუბრო დროც ვიქნებ. ან ვიწყებთ ესე იგი თერაპიას? არა, ჯერ რაღაცები უნდა გადაწყვიტო. ჩვენთან ყველა იმ ადამიანს ვიღებთ, ვისაც სურვილი აქვს. თანაც ვიცი რომ დეტოქსიკაცია გავლილი გაქვს.
კი, რამდენიმე დღის წინ მორჩი. კურსი როგორი იქნება ეს შენი ასარჩევია. გვაქვს ინდივიდუალური და ჯგუფური. სხვა ადამიანების ისტორიების მოსმენა როგორ დაგეხმარება ესე შენი გადასაწყვეტია. მოკლედ ჯობია ცოტა დრო მოგცე. და აი ეს კურსი რამდენ ხნიანი არის, რამდენ ხანში გამოვჯანმრთელდები? ანუ რამდენ ხანში მოვიპოვებ შინაურების ნდობას, ასე ვთქვათ რა. ეგ ისეთი ინდივიდუალურია, როგორც ჩვენი პრობლემა. კარგი, გასაგებია. ვა, ზვიადაც მოვიდა? არა, მაგისთვის ადრია ჯერ. შენ რა გჭირს, გეძინა საერთოდ? რავი, ცოტა მეძინა რა, რაც მოვასწარე. თუ გინდა მეც დავაგვიანებ ხოლმე და დავიძინებ დილაობს. არა, მე ეგ არ მიგულისხმია. და რა ხდება, ხომ შვიდობა? არაფერი ისეთი. როგორ მიხარია რომ ამ ბედნიერ დღეს ყველანი ერთად შევიკრიბეთ. და ამ ბედნიერ დღეს ჯვარც იწერს. მონაი ღვთისა, ზვიადი და მხევალი, უფლისა, ნინი. ძალიან სასიამოვნო ჭხერს შეგიძლია კიდე გამიმეორო? არა. მაგის მოსმენა მერეც გეყო. რისთვის მომიყვანე რაგინი? მოკლედ ძმებო, გადაწყვეტილება მივიღე. აუ, მე რამდენი? არა, ეს საბოლოოა. და ჩვენ აზრს ვეღარ შეგიცვლით. ვერა? და მოიცა აზრი რატომ უნდა შემოცვლებინო? გობა. რა კაცი დავკარგეთ, რა თანამშრომელი შეუცვლი. ვინ გააღებს ხოლმე დილით ცეხს? თქვენ სულ გააფრინეთ, ხო? რა ვქნა ზვია ძმაო? კი ახლობელი ხარ. მაგრამ კონტრაქტში გიწერია რომ მინიმუმ 1 თვე სამსახურიდან ვერ წახო. და მე ვინ მიდის? შენ არ თქვი ხა? არ მithქვამს? ეხლა არ თქვა? ეგრე თქვა. აუ მორჩით რა მაიმუნობას რა. ქორწილთან დაკავშირებით მაქვს საქმე. შენ და არსენამ უეჭველი ქორწილის სტუმრების სია შეამცირეთ. მე და შენ ამოგვიღეს თურმე. კონკურენცია ვეღარ გავუკაჩეთ, რა? საიდან გაიგეთ? რა ბიჭო? ხო? გადაო? არა. მოდი აგიხსნით. მოკლედ ქორწილი არ იქნება. ხო, მე და ნინიმ გადავწყვიტეთ რომ ქორწილის ნაცვლად პარიზში წავიდეთ. მე რა თქვი ეგრე დამართულად ხო შეიძლება რა? და მაცადა ვინმე? აი მე